ევროკავშირის საქართველოს 19 მილიონი ევროთი დაეხმარება სპეციალურ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს სახელით გია ბარამიძემ მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიას ვიცე-პრემიერი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ. საფინანსო შეთანხმების რეგიონული განვითარების მხარდაჭერა ფარგლებში გათვალისწინებული 19 მილიონი ევრო და 17 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული, რომელსაც საქართველოს სამ ტრანშად მიიღებს, ხოლო 2 მილიონი ევრო ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. მოვაწერეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი 19 მილიონი ევროს მხარდაჭერის დოკუმენტს, რომლის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულად იქნება მიმართული საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერისათვის. აქედან აღსანიშნავია, რომ 19 მილიონიდან 17 მილიონი პირდაპირ წარიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და 2 მილიონი მოხმარდება ტექნიკურ დახმარებას. ეს თანხა მოხმარდება საქართველოს ბიუჯეტიდან შემდგომში თავისთავად კონკრეტულ პროექტებს. მე უნდა გითხრათ, რომ აქ არის გათვალისწინებული სოფლის მეურნეობაში რეფორმა, ეს მნიშვნელოვანია და ინოვაციები უამრავი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ. ამ პროექტის ფარგლებში იქნება დაფინანსებული კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება და ამ წლებში და მომდევნო წლებში განხორციელდება რეგიონებში. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ სწორედ სამწლიანი მუშაობის შედეგია ეს ხელმოწერილი დოკუმენტი. ჩვენ გამოვყავით თანხები, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას. დარწმუნებული ვარ, თანხები ოპტიმალურად დაიხარჯება და მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ.